მოგესალმებით მეგობრებო. გადავწყვეტე გავაკეთო ლაივი, მაგრამ ეს არ იქნება რაღაცა ტიპიური ასტროლოგიური ლაივი. აქ ბევრი სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ, რაც ეხება ენერგიების მართვას ჩვენ ცხოვრებაში, ეზოთერიკას, ამიტომ აუცილებლად ნახეთ, ვისაც გაინტერესებთ ეგ თემები, ხო? და ამანთე პალო სანტოც მინდა ხეს, რა თქმა უნდა. ვისაც გახსოვთ და ვინც ნახეთ ჩემი წინა ლაივი, რამდენიმე დღის წინ რომ იყო, იქ თქვი რომ ის თევზებში ახლა უმეტესობა პლანეტების ხო, მზე, ვენერა, მერკური მოკლედ. და ამან იცის, აი ხა თევზები არის, რა თქმა უნდა, წყლის სტიქიის წარმომადგენელი და ნეპტუნი მართავს. ნეპტუნი არის რა, ზღვა, წვიმა, წყალი, წყლის სტიქია ზოგადად, ხო? და თქვი კიდეც, რომ უფრო ისეთი დეპრესიული ენერგიები არის მეთქი, თუმცა შემოქმედებითიც ამავდროულად, ხო? და მართლაც ესეთი ენერგიებია. ამის შემდეგ ეს რო თქვი კიდევ უფრო გამწევდა. და ნამდვილად ახლა ესეთი წვიმიანი დღეები გვაქვს და რა თქმა უნდა ეს ამასთანაც არის კავშირში. ანუ ეს პარალელით შეგვიძლია გავავლოთ, რომ პლანეტების უმრავლესობა გვაქვს ახლა თევზებში და რა თქმა უნდა თევზები არის წყლის სტიქიასთან კავშირში და შესაბამისად არის ესეთი წვიმიანი ამინდები, ცოტათი დეპრესიული, ცოტათი ისეთი რო გინდება ამ ძილიან მედიტაცია და უშუალოდ რაღაც დამშვიდება, ეს თითქოს რო განერიდო ამ რაღაცა მატერიალურ სამყაროს და ზემოდან ზედაპრიზმიდან შეხედო ყველაფერს, მოკლედ ასეთი ენერგეტიკა ტრიალებს, ხო? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეს თევზური ენერგიები, ეს ნეპტუნის ენერგიებია. მე კომპიუტერთან ჩემოვალ, რომ კარგად ვნახოთ თქვენი კომენტარები და კითხვები. მოკლედ დაბნელების კორიდორზე ვისაუბრე წინა ლაივში და მერკურის რეტროგრადულობაზეც. ხო, ახლა გვაქვს უბრალოდ ეს პერიოდი მერკურის რეტროგრადულობა. ძალიან ისეთი საინტერესო პერიოდი იმ კუთხით, რომ ახლა შეგვიძლია რაღაცა მნიშვნელოვანი გადაფასებები მოხდა ჩვენ ცხოვრებაში, ხო? ამიტომ მინდა ასეთ საინტერესო თემას შევეხო. მეგობრებო, რა თქმა უნდა, ასტროლოგია ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი თვით შემეცნების და ჩვენ შეგვიძლია რომ ასტროლოგიის გამოყენებით ბევრად წინ წავიდეთ ცხოვრებაში, კი რა თქმა უნდა, მაგრამ არის კიდევ ეზოთერიკა, ბიოენერგეტიკა, რაც სწავლობს ადამიანის ბიოველს, ხო? ანუ ითვლება ეზოთერიკაში და ბიოენერგეტიკაში, რომ ჩვენ ანუ ნებისმიერ ცოცხალ არსებას აქვს თავისი ენერგეტიკული ველი, ხო, ენერგოველი. შესაბამისად, ჩვენ ამ ენერგოველით ზემოქმედებთ როგორც გარემოზე, ასევე გარშემოყოფებზე და ავტომატურად ხდება, რომ გარემოს და გარშემოყოფებიც ასე თუ ისე თავისი ბიოველით ზემოქმედებენ ჩვენზე. ამიტომ ეს ძალიან საინტერესო საკითხია და სხვა შორის მეცნიერულადაც არის დამტკიცებული, რომ ნებისმიერ საგანს, ნივთს, ადამიანს აქვს თავისი ვიბრაცია, ხო? ანუ ეს მეტაფიზიკა უკვე, ხო, ვიბრაციები გვაქვს, გარკვეული სიხშირე, ენერგეტიკული სიხშირე. ამიტომ ეს მეცნიერულადაც არის დადასტურებული რეალურად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ასე ვთქვათ გავითავისოთ რა გვაცვია, რას ვატარებს და ასე შემდეგ. ხო, მithumetes თუ თქვენ იყენებთ დაუშვათ ნატურალურ ქვებს, ხო? აი როგორც დაუშვათ აი სამაჯური რო აქვს ხოლმე ნატურალური ქვების ან ბეჭდები მithumetes. უნდა იცოდეთ რომელ თითზე გაიკეთოთ, რა მინერალია თქვენი, იმიტომ რომ ასე მომეწონა და გავიკეთე, ასე არ ხდება, იმიტომ რომ აი თითოეული ჩვენი თითი არის გარკვეული ენერგეტიკული ცენტრი, მეგობრებო, ანუ შეგვიძლია ესე წარმოიდგინოთ და
როდესაც ჩვენ ბეჭედს ვიკეთებთ, ამა თუ იმ თითზე ხდება აქტივაცია ამა თუ იმ ენერგეტიკული არხის ჩვენ ცხოვრებაში საერთოდ, ხო? რატომ არის ხომ, რომ მაგალითად ადამიანს უყვარს მეზმეც ამოჩენებული აქვს, აი რაღაცა კონკრეტულ თითზე ბეჭდის გაკეთება და მე ცხოვრებაში რაღაცები ემართება, ან პირიქით გაუმართლებს, ან რაღაცა უიღბლობის პერიოდი დაიწყება, ხო? რატომ ხდება ასე? ეს ხშირ შემთხვევაში ადამიანს, როდესაც ასეთი გადამტეხი პერიოდი აქვს ცხოვრებაში, ის არ უკავშირებს ამ ყველაფერს, არც ბეჭდის ტარებას, არც სამაჟურის ტარებას და ასე შემდეგ, მაგრამ ამასთან უნდა მივიდეთ რეალურად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ არის ხუმრობა. ანუ თუ ხშირად იყენებთ ხოლმე ბეჭდებს, უნდა იცოდეთ რა თიც, რა ენერგეტიკული ველი აქვს, როგორი სახის ბეჭედი უნდა გაიკეთოთ და თუ ატარებს დაუშვათ არა ბიჟუტერიას, არამედ მეტალებს, უნდა იცოდეთ რა მეტალს რა ენერგია აქვს, თქვენზე როგორ ზემოქმედებს ეს მეტალი და მithomდეს თუ ეს არის რაღაცა ბუნებრივი ქვა, უნდა იცოდეთ თქვენს ენერგეტიკას, თქვენს ბიოველს შეფერება საერთოდ ახლა ეს ქვა თუ არა. ამიტომ დღეს მინდა რომ განვიხილოთ ასეთი საინტერესო თემა, აი ბეჭედიც მოვამზადე, მეგობრებო. ესეთი ლამაზი ბეჭედია სხვაშორის ფირუზის ესეთი ხო, ფირუზის ბეჭედია. ვერცხლი და ფირუზია მოკლედ. ძალიან ისეთი საინტერესო ხო, ну, მაგასაც თავის დატვირთვა აქვს, მაგრამ ეგ სხვა ვიდეოს თემაა. მოკლედ, გვაქვს ბეჭედი. მოდით განვიხილოთ ახლა, თუ გიყვართ ახლა ბეჭდების ტარება და ზოგადად ახლა ქართველებს გვიყვარს ხოლმე ბეჭდები და სამკაულები და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენს გენში გამოყრანჭვა. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერს აქვს თავის დანიშნულება. განვიხილოთ, ხო, ახლა რა თიც რა ენერგია აქვს. დავიწყოთ. მოკლედ. თუ ვიკეთებთ აი ამ თითზე, ხო? ეს არის უკვე რა? ეს არის პლანეტა მარსი. პლანეტა მარსი მართავს ამ თითს. პლანეტა მარსი რასთან არის კავშირში, მეგობრებო? მარსი არის რა? ბრძოლა, დაპყრობა, კონფლიქტი, გამარჯვება. აი რაღაცას რო დაიპყრობ, მიითვისებ, აი მოიგებ. ანუ ეს არის აგრესიული ენერგია. და ხოშოს მე მინახავს ადამიანები უყვართ ხოლმე, აი მაინც ამ თითზე, აი აქვთ ამოჩენება, რომ უნდა გქონდეს თუნდაც რაღაცა პატარა ბეჭედი. და ეს ადამიანი, აი ვისაც უყვარს აი ამ თითზე ბეჭედი, იქნება ძალიან მიზანდასახული, შეიძლება აგრესიულიც იყოს, ძალიან მომთხოვნი. ანუ ეს მარსის ენერგიები იქნება ამაში მუდმივად გააქტიურებული და ამიტომ თუ თქვენ მიდიხართ რაღაცა ისეთ სიტუაციაში, რომ გჭირდებათ გაიმარჯვოთ და დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე, აი ამ თითზე გაიკეთეთ, მეგობრებო, ბეჭედი, აუცილებლად. იმიტომ რომ ეს არის მარსი, ეს არის მიწოლა, გამარჯვება, ეს არის დაპყრობა. დავიმახსოვრეთ. იხდებათ ახალი სტილი. მადლობთ. ახალი წელი, ახალი სტილი. განახლებული მე. ანუ მეს უკეთესი ვერსია, მოკლედ. ეს უნდა იყოს ყველას დევიზი მერწყულის ეპოქაში. მოკლედ, შემდეგ. ეს თითი. ეს არის რა? ეს არის იუპიტერი. იუპიტერი არის რა? ჩვენი მასწავლებელი, გზის მიმთითებელი. აი რა საინტერესოა, ეს ცოდნა მოდის ხოჩერს ვედებიდან, მეგობრებო. ეს უძველესი ცოდნაა და აი ჩვენთანაც არის, აი ჩვენს კულტურაში, რომ აი თითს რომ უშვერ ხო ადამიანს ჭკუას რო ასწავლი, ან აი რო ეუბნები, რომ აქეთ წადი, იქ არ წახვიდე. ეს არის იუპიტერის ენერგია. იუპიტერი არის მასწავლებელი, ლექტორი, კოუჩი. იუპიტერი ჭკუის დამრიგებელია. ამიტომ თქვენ თუ გინდათ რომ თქვენი სიტყვა გაიგოს ყველა, აი ასე. როგორ უყვართ ხოლმე დიქტატორებს, აი ასე რომ დგანან ხოლმე ასე თითით. ეს არის იუპიტერის თითი და ამიტომ იუპიტერს მოაქვს რა? გაფართოება, იუპიტერს მოაქვს ძალაუფლება, მასშტაბური, ხო? ამიტომ თუ გინდათ რომ თქვენი სიტყვა გაითვალისწინონ და თქვენ იყოთ ავტორიტეტი, ამ თითზე ბეჭედი. დიქტატორული, მოკლედ ესეთი ბეჭედი ამ თითზე აუცილებლად. კი ბატონო. და ეხლა ვფიქრობ ყველას აინტერესებს ეს თითი, მოკლედ რა ენერგიების მატარებელია. აი, ეს თითი, მეგობრებო, შუა თითი არის სატურნი. არც მეტი, არც ნაკლები. სატურნი რა არის? სატურნი არის კარმა. სატურნი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტა, იმიტომ რომ ეს არის კანონი, სტრუქტურა,
ზოგადად ითვლება, რომ ვისაც უყვარს შუათიც ბეჭედი, მათ აქვთ უნარი ცხოვრებაში მე რაღაცა სიტუაციების შეცვალონ, იმიტომ რომ ეს არის კარმასთან კავშირში და კარმა, ანუ კარმული ვალი, ეს არის უკვე წინა ცხოვრებიდან გადმოსული რაღაცა ვალები, სცენარები, ამის კორექტირება შემდგომში შესაძლებელია თქვენ თუ აი ამ თითზე გაგვთხოვნებთ ბეჭედი, მაგრამ ამ თითზე ბეჭდის ტარებას აქვს მეორე მხარეც მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ითვლება, რომ აქვე, აქ, ამ ორი თითის მიჯნაზე გვაქვს ჩვენ აღმავალი კარმული კვანძის ენერგია, ანუ ეს არის კარმა. ამიტომ ეს არის კარმულად მნიშვნელოვანი ადგილი. თქვენ თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება წავიდეს ან უკეთესობისკენ, ან ბევრად გაუარესდეს, უნდა ატაროთ მოკლედ აი ამ თითზე ბეჭედი, იმიტომ რომ ეს არის აქტივაცია, როგორც აღმავალი კარმული კვანძი რახუსი, ასევე სატურნის, ესე იგი, ასე გამოდის, ხო? სატურნი არის ჩვენი კარმა, ამიტომ თუ არ ხართ გათვითცნობიერებული, არ იცით თქვენი პირადი რუკა, არ იცით თქვენი ბედის მატრიცა, არ იცით რა არის თქვენი კარმული მისია, არ ატაროთ მაშინ აი ამ ადგილას ბეჭედი, იმიტომ რომ ეს არის თქვენი კარმის აქტივაცია, ანუ რაც მოგეთხოვებათ კარმულად, როგორც ასტროლოგიური პლანეტების მიხედვით, ასევე ბედის მატრიცის მიხედვით, ეს მერე აი 4 მაგას და 10 მაგათ უფრო მეტად მოგთხოვთ სამყარო ამის ასრულებას. ამიტომ თქვენ თუ არ ხართ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად და ზოგადად თუ არ ხართ იმდენად პასუხისმგებლიანი ადამიანი, არ გირჩევთ მაშინ ბეჭდის ამ ადგილას ტარებას, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გათვითცნობიერებული და პასუხისმგებლიანი ადამიანებისთვის კარგი, აი თავისი კარმაც რო იცის მოკლედ რა უნდა გააკეთოს პირადი რუკის მიხედვით, ჩამთვარე რა ნიშანში ყავს, რაჰუ, კეტუ, მოკლედ სატურნი, რა ასპექტირებები, აი თუ ეს ყველაფერი იცით და შეგიძლიათ ამის კორექტირება შემდგომში და ხართ მზად ამისთვის, კი ბატონო, ატარეთ მაშინ. ესე იგი, აი სატურნის იცით და რთულად მოდის, ნახეთ. კარმა. ოპ. აბა. შემდეგი. აი ეს თითი, ეს არის მზე. მზის ენერგიები უკვე მეგობრებო. მზე არის კავშირში შემოქმედებით ენერგიასთან. მზე არის ჩვენი საზიცოცხლო ენერგია, საზიცოცხლო პოტენციალი და ვისაც უყვარს აი ამ თითზე ბეჭედი, ამ ადამიანებს აქვთ მზის ენერგიები გააქტიურებული. მზის ენერგიები არის შემოქმედებითობა, როდესაც ჩვენ ახალ რაღაცას ვქმნით ცხოვრებაში, მაგრამ აქ არის კიდევ ესეთი ნიუანსი. ხა ვინც დაუჯახებულია, ხა ყველა ვიცით რომ ამ თითზე აქვთ ხოლმე ბეჭედი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თქვენ გაითავისოთ. რომ სულ რო იყოთ დაუჯახებული ამ თითზე მუდმივად ბეჭდის ტარება ცოტათი სარისკოა, იმიტომ რომ მზე არის ტრანსფორმაციების მომტანი. ამიტომ მუდმივად ბეჭედი თუ გიკეთიათ აქ და ენერგეტიკულად არ ასუფთავებთ ამ ბეჭედს პერიოდულად მერე, ხო, შეიძლება რაღაცა ნეგატიური სიტუაციებიც მოხდეს მერე თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ შემოქმედებით ენერგიას აქვს მეორე მხარე, ის ანგრევს, რომ მერე რაღაცა ახალი გააკეთოს. ამიტომ ძალიან ფილოსოფიური საკითხია, უნდა ვიცოდეთ, რომ ბეჭდებსაც მერე ჭირდებათ პერიოდულად წმენდა. და ხშირი სცენარია ხოლმე, რომ დაუშვათ წყვილებმა არჩიეს, ხო, ბეჭედი. იყო, არ ვიცი, აი ან რაღაცა ვარდისფერი კვარცის ელემენტები, ან ცირკონი დავუშვათ, ხო, ან თუნდაც ფირუზი და ასე შემდეგ, მაგრამ არ იყო შესაფერისი დავუშვათ ენერგეტიკულად ადამიანისთვის და მე ამან გამოიწვია გარკვეული პრობლემები ადამიანის ცხოვრებაში. შესაბამისად, უნდა იცოდეთ, რომ აი დავუშვათ საქორწილო ბეჭედს რა მეტალით ამზადებთ და უნდა იცოდეთ, რომ თქვენთვის ეს რამდენად უსაფრთხოა დავუშვათ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ნეგატიური სიტუაციებიც მოიზიდოთ მე. კი ბატონო, და შემდეგი თითი, აი ეს თითი. ხო, თან თუ რამე პრობლემა რაღაცა ჭედავს ახლა ძალიან მეგობრებო, ყველაფერი, იმიტომ რომ მერკურის რეტროგრადულობა, აი მერკურიზე ვსაუბრობ. ამიტომ დამიწერეთ თუ რაღაცა ხმა არის ვის ან ცუდად ჩანვარ, იმიტომ რომ ძალიან ჭედავს ახლა ტექნიკა, ხო? რაღაცა აი მე გამიჭედა უკვე მაგალითად კომპიუტერიდან ახლავე, თავიდან შემოვალ რომ კომენტარებს ისე ვერ ვნახულობ.
ხო. მერკურის თითი. მერკური არის რა? კომუნიკაცია, მოლაპარაკებები. მერკური არის ანტენა, რომლითაც ჩვენ ვუკავშირდებით სხვა ადამიანებს, გარშემო მყოფებს. ამიტომ მნიშვნელოვანი მომენტია აქ, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები თუ გვაქვს სერიოზული, გვჭირდება სხვა ადამიანებთან ჰარმონიული კონტაქტი, აი ამ თითზე ბეჭდის გაკეთება შეიძლება. და სხვადასხვის, ხა თქვენ შეგებშენებათ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მე ვაკვირდები მსგავს დეტალებს, აი ძალიან ბევრ ცნობილ პოლიტიკოსს და უშუალოდ ან კრიმინალურ ავტორიტეტს, ხო? აქ პატარა ბეჭედი თუნდაც. რატო? იმიტომ რომ ეს არის მერკური, ეს არის მოლაპარაკებები. ამიტომ თქვენ თუ გინდათ მოლაპარაკებები აწარმოოთ და გქონდეთ ბევრ ადამიანთან აი ჰარმონიული კავშირი, ხო? ესა მაკავშირებელი თითი უკვე ეს მერკური გვაკავშირებს ჩვენ სხვა ადამიანებთან, ანუ ვართ დაკავშირებული აი ამ თითით, ხო? ეს პაწუკა თითი მოკლედ რამდენ ესეთ მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს, ხო? მოკლედ ეს არის მოლაპარაკებების თითი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაცნობიერებულად ჩვენ ესე იგი ვიცოდეთ ბავშვად აი რა თითზე შეიძლება ბეჭდის ტარება და გაჩნია რა მიზანი გაქვს და რა გინდათ და მე რამდენად მზად ხართ რომ აი იმ ენერგიებთან იმუშაოთ, რა ენერგიების აქტივაციაც მოხდება. ასე ვთქვათ, თქვენ პერიოდულად ბეჭედს თუ გამოიყენებთ ამა თუ იმ თითზე, ხო? ყველა თითს აქვს თავისი ენერგეტიკა, როგორც უკვე განვიხილეთ. მე თან კომენტარებს ნახავ. შუათითზე რამდენად არის ბეჭედი რეკომენდირებული. ხო, აი ეს ძალიან ისეთი თითი არის, განვიხილე უკვე კარმულად დიდი დატვირთვა აქვს სხვადასხვის, ამიტომ თუ პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ და მზად ხართ რაღაცა ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის, კი ბატონო, შეიძლება მაგ თითზე, მაგრამ უნდა იცოდეთ მაშინ რა კარმული მისია გაქვთ, იმიტომ რომ ეს არის კარმული მისიის აქტივატორი ფაქტობრივად. ვისაც უნდა დავუშვათ თავისი ენერგიების აქტივაცია, აი უენერგიოდ გრძნობს ცოტა თავს, ხო? აი გაიკეთეთ ბეჭედი აი ამ თითზე და მორჩა ეს მარსია, ეს არის როგორც ერთგვარი ჯოისტიკი ჩვენთვის, ხო? ანუ ენერგიას გვაძლევს საოცარს, მაგრამ ცოტა კონფლიქტურობას იცის მე. აი უენერგიოდ გრძნობ თავს, აქ ბეჭედი მორჩა, ენერგიები მოგივიდა, ჩხუბის თავიც გაკ, მორჩა. კი ბატონო. ამიტომ მოკლედ ვიც ახლა შემოხვედით საკმაოდ საინტერესო თემა განვიხილეთ, რომელთიც რა ენერგეტიკა აქვს, ასე ვთქვათ, და როგორ ვატაროთ სწორედ ბეჭდები. და გადავხვიეთ ვიც ახლა შემოხვედით. კირჩხებს როგორი პერიოდი აქვს? ეხლა კარგი პერიოდია მორიელისთვის, კირჩხებისთვის, თევზებისთვის, ანუ ეს წყლის ნიშნების პერიოდია და ამიტომ ეხლა ვნახე კითხვა ტყუპებზე. ტყუპებს რაც შეეხება, ეხლა პლანეტების უმრავლესობა გვაქვს თევზებში, ამიტომ პირად რუკაში თუ არ გაქვთ თევზების გავლენა და ვართ ტიპიური ტყუპი, მაშინ თევზები და ტყუპი ზოგადად არ მეგობრობს, იმიტომ რომ კვადრატია. ასტროლოგიურად დაძაბული ასპექტი გამოდის. ამიტომ თქვათ ვერ ვიტყვით, რომ ხა მარტივი პერიოდია ტყუპებისთვის, მაგრამ გაივლის, აი მზე რო შევა ვირჩი, აი ვერძი და ტყუპები უკვე მეგობრობენ. ეს მოხდება 20 მარტს. აი მაშინ უკვე დაიწყება შედარებით ისეთი დადებითი პერიოდი ტყუპებისთვის, მაგრამ მაინც პერსონალურ პირად რუკას გააჩნია რა თქმა უნდა და ტრანზიტებს აქ ზოგადად ვსაუბრობთ. რაც შეეხება ვერძებს აქვთ ეხლა ენერგიის დაქვეითების პერიოდი 20 მარტამდე, სანამ მზე, ესე იგი, გვაქვს თევზებში. და კიდევ ქალწულებს აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი. და მნიშვნელოვანია, რომ მეტად დაისვენონ, ასე ვთქვათ, ამ ნიშნებმა.
მშვილდოსანიო, ხო, მშვილდოსანთანაც კვადრატი გამოდის სხვადასხვა. ანუ ტყუპები მშვილდოსანი, ეს არის კვადრატი თევზებისთვის, ანუ ვერ მეგობრობს მაინც დიდად ასტროლოგიურად. და ოპოზიცია გამოდის უკვე ქალწული. ამიტომ ახლა თევზების პერიოდი რომ არის, თქვენ პირად უკეში თუ არ გაქვთ საუბრად გავლენა ახლა ან მორიელის ან კირჩხიბის ან თევზების ხო წყლის სტიქის, მაშინ ტიპიური მშვილდოსანი თუ ვართ, ბევრი კვადრატი გამოვა უბრალოდ ტრანზიტებში. და შედარებით დაძაბული პერიოდი იქნება მაშინ, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება ახლა პირად უკეში გქონდეს რაღაცა სხვა მდებარეობები, რაც გადაწონის ამას. ამიტომ ეს უფრო ისეთი ინდივიდუალური მომენტია. ვერძი უკვე ვთქვით, შეგიძლიათ გადაახვიოთ. მართლა ძალიან მისტიური ის არის პერიოდი ახლა. თევზები, მერწყული, მარსი მერწყული, ვენერა თევზები, მერკური თევზები, მზე თევზები, მოკლედ ძალიან ისეთი პერიოდია, რომ მართლა მედიტაცია თუ არ გიცდიათ, კარგია რა ცადოთ, იმიტომ რომ ახლა მარტივად გამოგივათ, აი ძალიან მისტიური ის არის პერიოდი. და რა თქმა უნდა, ამინდიც მაგას გვიჩვენებს, ხო? და კიდევ მინდა შევხვდეთ მნიშვნელოვან თემას, ხა მეტად ეზოთერიკას განვიხილავ ესე იგი ამ ლაივში უფრო, ხო? ანუ ენერგიებს რაც ეხება. და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეს. ეს არის ეხა ძალიან გავრცელებული რომ არის და მოდაში რომ არის და თითქმის ყველას რო აქვს უკვე. ეს არის სვირინგი, ეგრეთ წოდებული ტატუ. და რა დატვირთვა აქვს ამას და რატომ უნდა ვიყოთ ამ საკითხში ძალიან ფრთხილად. მოკლედ მეგობრებო, განვიხილეთ, რომ ყველა მთის აქვს თავისი ენერგეტიკა და მნიშვნელოვანია, რომ გაცნობიერებულად ვატაროთ ბეჭდები. ხო, არ შეიძლება ასე დავუშვათ მომეწონა და გავიკეთე, ნებისმიერ თიცი ან ყველა თიცე რო იკეთებენ ხოლმე, მე არის რომ მენტალურ ჯანმრთელობას არ ტყავს, იმიტომ რომ ბევრ არხს ააქტიურებთ მე და ვერ აბალანსებთ ენერგიებს, უნდა იცოდეთ, რას რა დატვირთვა აქვს. რაც შეეხება ტატუს. როდესაც ადამიანი იხატავს ტატუს, თუნდაც ეს იყოს რაღაცა მცირედი, ტატუს აქვს თავისი ეგრეგორი, თავისი ენერგეტიკა. ვინ დაგახატათ ტატუ? იმ ადამიანს რა ენერგიები ქონდა? იმ მომენტში თქვენ რო გახატავდათ, რამე ცუდზე ხო არ ფიქრობ და მაგასაც აქვს გავლენა. ან რა დღეს დაიხატეთ, ხო არ იყო სასუნთვარეობა, ხო არ იყო რეტროგრადული რომელიმე პლანეტა, ხო არ იყო თქვენთვის რაღაცა ცუდი ტრანზიტი. ეს ყველაფერი ჩაიბეჭდება მე ამ ტატუში. კიდევ თქვენ რა განწყობა ქონდათ აი ამ ტატუს რო იკეთებდით მაგ მომენტში? მაგასაც ხო გავლენა აქვს. კი, აქვს გავლენა მაგასაც. რა მიზნით ვიხატავთ მაგასაც ხო გავლენა აქვს პირდაპირ. და ყველა ტატუს აქვს თავისი ენერგეტიკა და შემდგომში სტატუს ენერგეტიკა აღწევს თქვენს ბიოველში და ჯდება, ანუ გაჯდება ზემოდან და რაც უფრო მეტი ტატუ გაქვთ, მით უფრო ესე იგი ეს გარეშე ენერგიები მოდის და გაჯდება ზემოდან აურაზე და მე ამას ვერ მოიცილებთ, შორებათ და გექნებათ და გექნებათ. სანამ ტატუ გექნებათ კანზე და ხა ტატუს მოცილება რო ძალიან რთულია, ეგ მგონი ყველამ ვიცით, ხო?
არის შემთხვევები, რომ ადამიანმა დაიხატა, დაუშვათ იყო რაღაცა манტრა, ხო? манტრა ან რაღაცა ბუდას გამოსახულება დაუშვათ, ხო? ან იყო ლოცვა დაუშვათ, ან ჯვარი და მე რაღაცები დაემართა არც თუ ისე კარგი ცხოვრებაში და აი მოუწერიათ ჩემთვის კითხვა, რომ აი მარიამ რატო მოხდებოდა ეგრე, ეს ხო манტრაა და რატო იქნებოდა ეგრე ცუდი რაღაცები, რატო დამემართა? რატო? და ეხა აუხსნი, როდესაც თქვენ იხატავთ ენერგეტიკულად მასეთ ისეთ მნიშვნელოვან სიმბოლიკას და манტრას, მაშინ მოგეთხოვებათ, რომ მაგის შესაფერისი ცხოვრების წესი გქონდეთ. იმიტომ რომ ეხა როდესაც ბუდას გამოსახულება გაქვს მთელ ფეხზე და კლუბებში დადიხარ, რაღაცა ცუდი დაგემართება, იმიტომ რომ არ შეეფერება ამ სტატუსს მასთან ადგილებში სიარული უბრალოდ. და მე იწყებს ბრძოლას ეს ეგრეგორი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იცოდეთ, რომ რა სტატუსაც გაიკეთებთ, მე მაგის შესაფერისად უნდა იცხოვროთ. თუ არა და ეს სტატუს ეგრეგორი იწყებს თქვენთან ბრძოლას, გეომებათ მე და რაღაცები გემართებათ. ამიტომ არის რომ რაღაცას დაიხატავენ და მე ემართებათ ძალიან ცუდი რაღაცები და ვერ ხვდებიან აი საიდან და რატო და ვაიმე ვიღაცის თვალი ხო არ არის ან რაღაც ზემოქმედება ხო არ არის ჩემზეო და რეალურად ეგ იმ სტატუსთან გამომდინარე უბრალოდ რაც დაიხატეთ ხო და მაგას ვერ ხვდებით და რაღაცა სხვა მიზეზების ძიებას იწყებთ. ამიტომ სანამ რაღაცას დაიხატავთ და გადაწყვიტავთ მოკლედ აი ამ რაღაცას ხო რაც მთელი ცხოვრება უნდა გქონდეთ ფაქტობრივად უნდა კარგად დაფიქრდეთ, რომ საერთოდ გიღირთ თუ არა, იმიტომ რომ ამასაც თავისი ეგრეგორი თქვენ როგორ მიიღებთ ამ ენერგიას, თქვენი ბიოველი რამდენად გაატარებს მე ამ ენერგიას. ძალიან რთულია, რომ რაღაცა დადებითი ენერგიები მოიტანოს რომელიმე ტატუმ. ამიტომ ხდება ხოლმე, რომ ვისაც ძალიან ბევრი ტატუ აქვს, მე ცხოვრებაში აი მენტალური მდგომარეობა შეიძლება უფრო აერიოს, არ იყოს სტაბილური. ვერ გაატაროს ეს ენერგიები, იმიტომ რომ ძალიან რთულია ხა ამდენი ენერგია რომ მოგესევა, გაატარო და შეინარჩუნო რაღაცა ჰარმონია მე. ამიტომ არის ეს რომ უნდა იცოდეთ წინასწარ რას და როგორ აკეთებთ. ან შეიძლება სიმბოლიკა არ იყოს არაფერი ისეთი, მაგრამ დაუშვათ აი თვითონ ის სტატუ მასტერი, როგორი ვიბრაციების არის, როგორი ენერგეტიკის არის, თავის ენერგიას გიდებთ მე იმ სტატუში ჩვეულებრივად და იმ მასტერის ენერგიას გექნებათ იმ სტატუზე, ვინც დაგახატათ და ამდენი ენერგიის ატანა მე მთელი ცხოვრება ძალიან ისეთი მომენტია. ამიტომ ამაზე დასაფიქრებელი საკითხია. ეხა მაგის გაწმენდა მე თუ უკვე გაქვთ სტატუ და გრძნობთ რომ რაღაცა არ არის ისეთი კარგი ენერგიების მომტანი თქვენ ცხოვრებაში, მე მაგის გაწმენდა ენერგეტიკულად ცალკე ისეთი რთულია, არ ვიცი, რამოდენიმე წმენდითი პრაქტიკა შეიძლება არც იყოს და ბოლომდე ვერც გაიწმინდოს ისე. ამიტომ ეგ ძალიან სარისკო რამეა მოკლედ. და მინდა რომ ყველა დაფიქრდეთ ამაზე, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა მოდაში შემოვიდა და ყოველ მესამე ადამიანს აქვს მოკლედ უკვე, მაგრამ არ ფიქრობენ რომ მე რა გავლენა აქვს ამას თქვენ ბედზე, თქვენ ხასიათზე, თქვენ ჯანმრთელობაზე, ხო საერთოდ სხვა მომენტია ეგ. საერთოდ იმუნურ სისტემას რო ანგრევს მეცნიერებმა ეხლა კვლევები დადეს, მაგალითად რამდენიმე თვის წინ დაიდო, რომ იმუნური სისტემა არის მუდმივ სტრესში, როდესაც ადამიანს სტატუ აქვს. ჩვენი იმუნიტეტი მუდმივად ებრძვის ამ სტატუსს, იმიტომ რომ გრძნობს რომ რაღაცა მოკლედ გარეშე სხეული მელანინის სახით არის შესული და მთელი ცხოვრება ებრძვის მოკლედ და იღლება ჩვენი ორგანიზმი მოკლედ ამ ბრძოლაში. მაგიტყვა ხოლმე რომ დაიხატავენ სტატუსს, მე რაღაც წლების შემდეგ გადატარება ჭირდებათ ხოლმე, იმიტომ რომ ორგანიზმი ებრძვის მოკლედ რომ გამოდევნოს ეს პიგმენტი ორგანიზმიდან. ესეც არის. ამიტომ სანამ ამას გაიკეთებთ, უნდა კარგად დაფიქრდეთ, რომ რას იკეთებთ, საერთოდ რატო იკეთებთ, რა გავლენა იქნება ამას თქვენ ცხოვრებაზე და ვისთან იკეთებთ, ეგ ხო კიდე ძალიან მნიშვნელოვანია და რა ენერგიები აქვს იმ ადამიანს, ვისთანაც იკეთებთ. ხო, ამის თქმა მინდოდა. იმიტომ რომ ეხლა რაც მოდურია, ეგ არ ნიშნავს, რომ მაინც ყველაფერი კარგია. და დროა მაგაზე დავფიქრდეთ. კი ბატონო, და ეხლა დაბნელებების პერიოდია, მეგობრებო, წინა ლაივში ძალიან უსხლად განვიხილე დაბნელებები, მაგრამ ეხლა 2 სიტყვით მაინც ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ 3 მარტს გვექნება მთვარის დაბნელება. მთვარის დაბნელება არის სავსე მთვარეობა, ეს არის ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღე, თუმცა კონფლიქტები იცის, იმიტომ რომ სავსე მთვარეობა არის.
და განსაკუთრებით ვინ იგრძნობს ამას, ხო? ეს გამოდის უკვე თევზები ქალწულის კვანძი. ამიტომ ქალწულები, თევზები, ტყუპები, მშვილდოსნები ეს ნიშნები განსაკუთრებით იგრძნობენ და ვისაც აქვს პირად რუკაში ამ ნიშნების გავლენა და მე ყველას გირჩევთ 3 მარტს ვილოცოთ, გავაკეთოთ წმენდითი პრაქტიკები. შეგიძლიათ მარილით გაწმინდოთ სახლი და უშოთ, ხო, როგორც გასწავლეთ, ეს მარილით წმენდა ძალიან კარგი არის. ან საკმეველი დაანთეთ პალოსანტო, სეიჯი, ჩხირები, აურის გამწმენდი, მოკლედ რაც მოგეპოვებათ სახლში, რაც წმინდავს აურას, ყველაფერი გამოიყენეთ 3 მარტს, მაქსიმალურად გავიწმინდოთ. არ ვარგა სერიოზული გადაწყვეტილებები, არ ვარგა კონფლიქტები, წამოწყებები. ამიტომ 3 მარტს ვაკეთებთ მოკლედ მაქსიმალურად, ესე იგი, ენერგეტიკულ წმენდით პრაქტიკებს და კიდევ მუშაობთ ჩვენს განწყობაზე, რამე წყენები თუ ყველაფერი უნდა გავუშვათ, ხო 3 მარტს. სურვილების შაფიქრება არა. ეგ ვინც დამიჯერა და გააკეთა ახალ მთვარეობაზე 17 თებერვალს, ეგ კარგია. ეხლა ამ პერიოდში თუ უკვე მაშინ ჩაიფიქრეთ, შეგიძლიათ უბრალოდ კიდევ გაიმეოროთ, მაგრამ აი თავიდან ეხლა დაწერა და ჩაფიქრება არ ვარგა, იმიტომ რომ მაინც სასამთვარეობა და სასამთვარეობას წამოწყებები ზოგადად არ ვარგა. მაგრამ უკვე თუ გააკეთეთ ახალ მთვარეობის პერიოდში, მაშინ აი ეს ციკლი დახურავს ამას. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გააკეთოთ, თუ უკვე გაკეთებული გაქვთ მოკლედ წინა ახალ მთვარეობის პერიოდში. ეს ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ მოკლედ და 3 მარტს გვექნება, ესე იგი, მთვარის დაბნელება და ამით სრულდება მეგობრებო ჩვენი დაბნელებები. ნამდვილად ისე სწრაფად მიდის დრო. თუმცა მერკურის რეტროგრადულობა დაიწყო მეგობრებო 25 თებერვლიდან და გვაქვს 20 მარტის ჩათვლით და ამ პერიოდში არ ვარგა დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ოპერაციები, წამოწყებები, მოლაპარაკებები სერიოზული და ტექნიკის შეძენა და მოგზაურობა. მაგრამ თუ დავუშვათ ახლა მოლაპარაკება იყო ისეთი, რომ ადრე დაიწყო და ახლა უბრალოდ გჭირდებათ რომ გააგრძელოთ, ანუ რაც წარსულში დაიწყეთ, ახლა დამთავრება კარგია, შეიძლება. ან დავუშვათ წარსული ვალების გასტუმრება, ესეც კარგია. ანუ რაც არის კავშირში წარსულთან, ეს ყველაფერი კარგი არის, რომ მოვაგვაროთ, მოკლედ აი ამ რეტროგრადის პერიოდში. მაგრამ რაღაცა სრულად ახალი წამოწყებები არ ვარგა, ხო? ეს უნდა გავითვალისწინოთ, მეგობრებო, ვისაც გინდათ კონსულტაციაზე ჩაწერა და უშუალოდ ბედის მატრიცა, ვისაც გაინტერესებთ ან პირად რუკან ყველა სხვა სერვისი რაც გვაქვს, უნდა მოგწეროთ ან WhatsApp-ზე და WhatsApp მითითებული გვაქვს, მეგობრებო, ჩვენს Facebook-ზე შემოხვალთ, მიღილაკია და გადახვალთ WhatsApp-ზე ეგრევე, ან უნდა მოგწეროთ პირადში, თუ გვინდა დავუშვათ რომელიმე სერვისის შეკვეთა. აი ფინანსური რუკა, ჯანმრთელობის რუკა, სასიყვარულო, ნატალური რუკის სრული ანალიზი, კონსულტაცია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ყველაფერი მოკლედ, ან თარიღების გამოთვლა, საკენსროს თარიღებისაც აინტერესებს რომ გამოთვალოს, ან ბიზნესის დაწყების თარიღი. მოკლედ, ეს ყველა ჩამონათვალს ასევე იპოვით ჩვენს გვერდზე დევს ჩვენი სერვისების ჩამონათვალი. მე კი შევინახავ ამ ლაივს, რომ ვინც ვერ დაესწრო პირდაპირ ეთერს, აუცილებლად მოკლედ ნახოს ეს ლაივი, როგორ დაგიკავშირდეთო. მოგწერეთ პირადში, ან ეხლა ადმინებს ვეთყვი და მოგწერენ და რეპლაივენ მოკლედ ამ კომენტარზე და შეგეხმიანებიან. ყველას გისურვებთ წარმატებულად გაიაროთ ეს დაბნელებების პერიოდი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პოზიტიურად გავიაროთ.